კიდევ ერთხელ მოგესალმებით, საღამოშიდობისა ყველას. უფლის სიყვარული და მადლსა და წყალობას ისურვებ ყველას. მოდით მოემზადოთ უფლის სიტყვის მოსასმენად. ყველას უჩდება კითხვა, არსებობს კი ღმერთი? თუ არსებობს, ვინ შექმნა? თუ ის არსებობს, მართლა მან შექმნა ეს ყოველივე, რასაც ჩვენი თვალები ხედავს? და თუ ის არსებობს, როგორ მოვიქცე? ადამიანს უჩდება სურვილი, რომ ბოლოს და ბოლოს ნახოს ის უხილავი, რომელიც ასეთი შემოქმედებითაა დაკავებული. ალბათ გსმენიათ ასეთი დასმული კითხვა, რომ მათ ჩვენი ღმერთი და ვიცალებ. დამანახი. კი. უამრავი მსგავსი კითხვები ისმება. მაგრამ ალბათ მეცა და თქვენს არ მინახავს არავის. ვისმეს გინახიათ? გინახავთ ღმერთი ხალხო? უკან? არა. არც მე. მაგრამ გწამს და გჯერა მისი არსებობის. რწმენის მამებს სურდათ, რომ მათ თვალებს ეხილათ ოდესმე მისი დიდება და მისი სახელი და მისი სახიერება, თუ იგი როგორ გამოიყურება. მაგრამ უფალმა ეს საკითხი რატომღაც ჩაკეტა. ჩვენ ალბათ უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი სულ თავიდან, ალბათ დაბადების წიგნიდან, იმიტომ რომ ჩვენ ამ საკითხს ვერ შევეკითხებით რომელიმე მეცნიერებს. ვერც კოსმონავტებს ვერ შევეკითხებით. დღეს მე და ჩვენს ძმას პეტრეს საუბარი ქონდა, რომ გაგარინსაც შეეკითხნენ, რომ ღმერთი ნახე, როცა გაფრინდიცაშიო და არ მინახავს. თუმცა რაღაცეები უცნაურობები შენიშნა. მაგრამ ღმერთი არ ვნახავს. დღევანდელ დღესაც დაფრინავენ, მაგრამ ვერ ხედავენ ღმერთს. მაგრამ ალბათ ჩვენ უნდა მივაკითხოთ იმ ირონებებს, იმ წიგნს, იმ ჩანაწერებს, ვისაც სიახლოვე ჰქონდათ ღმერთთან და ვისაც შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებით უტყუარი ინფორმაცია მოგვაწოდოს. და ეს არის ბიბლია, რომელსაც ჩვენ ვეძახით უფლის სიტყვას, რომელიც პირადად ჩემთვის ეს არის აბსოლუტური ავტორიტეტი. და ეჭვის შეტანასაც კი არასოდეს ვიფიქრებ, რომ შიგ ჩანაწერი და შიგ ჩაწერილი ეს არის ზღაპარი და ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი. მართალია უამრავი ავტორი ყავს ბიბლიას, მაგრამ ჯერა პირადად და მწამს, რომ ეს ღვთის სულისაგან დაიწერა. დაბადების წიგნში ჩვენ ვხედავთ ასეთ ფრაზას, პირველსავე ციტატას. დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ეს უბრალო რაღაც წარმონაქმნი არ არის. არ ვიცი, დღეს არსებობს ინტერნეტი, არსებობს თანამედროვე კოსმოსური გადაღებული სურათები და უამრავი კომპიუტერული საშუალებები, რითაც შეგიძლია დაათვალიეროთ პლანეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხილული უხილავი შემოქმედია ღმერთი, რომელმაც ეს ყოველივე შექმნა. არა უბრალოდ ხელებით თქვა და გაკეთდა, თქვა და შესრულდა. ამ პირველსავე ციტატაში ჩვენ ვხედავთ ამ პიროვნების, იმიტომ რომ ღმერთი პიროვნება მინდა იცოდეთ. ამ პიროვნების ძალიან დიდ ძალმოსილებაზე, ყოვლის შემძლეობაზე. მივდივართ იმასთან ხალხო, რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მეცნიერული ახსნა განმარტება არ სჭირდება. თუ ჩვენ ჩაუკვირდებით ბიბლიას, აშკარად დავინახავთ ერთ ასეთ რამეს, რომ საქმე გვაქვს უდიდეს შემოქმედთან, რომელიც ქმნის თავისი სიტყვით, რომლის სიტყვასაც იმხელაზე დიდი ძალა აქვს, რომ ყველაფრის აღსრულება შესაძლებელია
ღმერთის ერთ-ერთი დიდი სახელი არის ღმერთი ყოვლის შემძლე. იმიტომ რომ ეს სახელი მან წარმოთქვა, ალბათ ყველას გახსოვთ ბიბლიური მოსე, როდესაც ცეცხლმოკიდებულ მაპყლოვანთან მას დიალოგი გაუმართა. მე ვარ რომელიც ვარ და გზავნი შენ. ამ სიტყვებში იგულისხმება რომ ის არის ღმერთი ყოვლის შემძლე, ყველგან მყოფელი, მარადმყოფელი, ძლიერი, მასზე უდიდესი, მასზე დიდებული რომ არავინ არ არის. და რომ ეს ღმერთი ეუბნებოდა რომ მე წაგიძღვები, არც ფარაონი ვერც ფარაონი დაგიდგება წინ და ვერც ვერაფერი ვერ შეეწინააღმდეგება მის გადაწყვეტილებას. როგორი არის რომ აი ესეთი შემოქმედი ღმერთი, რომელიც მოსეს ყავს შემეცნებული, არ გაგიჩნდეს. ეხლა თქვენ თავი წარმოიდგინეთ მის ადგილზე, რომ არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ ნეტა ვინ მელაპარაკება. ვინ მელაპარაკება? ხედავ რომ მაყურს ცეცხლი მოეკიდა და არ იწვება. ხედავ რომ იქ ფარაონი და რაღაცა მთელი ისი დატრიალდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა ეგვიპტეში, ეს აწყობილი საათივით აწყობილი და გასწორებული ეგრეთ წოდებული სახელმწიფო მოიშალა ებრაელი ერის გამო. გაგიჩნდებოდა სურვილი რომ ისე როგორც მოსეს რომ გეთქვათ რომ უფალო მარჩვენე მახილვინე შენი დიდება. მაგრამ ღმერთმა იქავე ახსენა ერთი ასეთი ციტატა, რომელიც ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ და იმ ხალხს, რომელსაც აქვს სურვილი რომ ღმერთი იხილოს და გეუბნება, აბა დამანახე ღმერთი და მე ვიწამებ და გამოყვები ეკლესიაშიც. ვითომ ცინიკურად. მას უნდა უთხრა ის სიტყვები, რაც ღმერთმა თქვა. ზეხორციელი ცოცხალი ვერ დარჩება, ვინ ჩემს დიდებას იხილავს. მაგრამ იმდენად დიდი იყო მოსეს სურვილი, რომ თავისი დიდების მცირეოდენი დაანახა ზურგის სახით. ისიც კლდის მხარეს მიბრუნდი, რომ რაღაცა დაინახა, რომ უფრო გაძლიერებული იყო, გამკიცებული იყო თავის რწმენაში. და კინაღამ მისი დიდების ნახვით კინაღამ გადაირია. იმიტომ რომ არ შეუძლია ცოდვაში მყოფ ადამიანს ღმერთის დიდების და მისი ბრწყინვალების შეხედვის გაძლება, იმიტომ რომ მოკვდება. ეს ღმერთმა გითხრა, ვერ გაუძლებთ. მაგრამ როდის უძლებდა მისი დიდების ხილვას და მის ხილვით როდის ტკბებოდა ადამიანი? ედემის ბაღში. ბიბლია გვეუბნება, რომ ყოველ საღამოს ჩამოდიოდა უფალი და დასეირნობდა, ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. როდის? როცა ადამიანებს ცოდვა არ ჰქონდათ ჩადენილი, მაშინ ჩვენი წინაპრების თვალები, ჩვენი პაპის ადამის და ვებოს ევას თვალები უძლებდა, მათ სხეულს არაფერი ემართებოდათ, იმიტომ რომ მათ ცოდვა არ ჰქონდათ. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომ პავლე მოციქული ძალიან კარგად საუბრობს კორინთელთა წერილებში, როდესაც აღდგომის თემას ეხება. ვინაიდან ამ მოკვდავს და ამ ხრწნაც არ შეუძლია უკვდავების დამკვიდრება. გახსოვთ რას ამბობს? ვინაიდან ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიცვალოს და ეს ხრწნადი უხრწნელობით. აი როგორ ადამიანს ზეციურ, გარდასახულ ადამიანს შეუძლია მერე უკვე ღმერთთან ის ურთიერთობა და იმ კონტაქტის აღდგენა. მაგრამ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერანაირად მას ვერ ვიხილავთ. რაკი ჩვენი სურვილი, კაცობრიობის სურვილი ასეთი დიდია, წმინდა წერილი, თუნდაც 3:16 იოანეს სახარებისა გვეუბნება, რომ ვინაიდან ღმერთმა ისე შეიყვარა წუთისოფერი, რომ მისცა თავის ხოლმშობილი ძე, რათა ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე ვის? ადამიანს. რომ არავინ დაიღობას, არამედ ჰქონდეთ საუკუნო სიცოცხლეო. ესე იგი ღმერთმა მოიღო მოწყალება, მადლი, რომ თვითეული ადამიანისთვის კიდევ გააჩინა შანსი, რომ დაიბრუნოს თავისი საყვარელი არსება. შეიძლება ვინმე თქვას, რომ დანარჩენი ქმნილებანი მისი ქმნილებანი არიან. რით დავიმსახურებთ ჩვენ ადამიანებმა? რითა ვართ ცხოველებზე უკეთესები? არ გიფიქრიათ ამაზე? რა ცხოველი მისი ქმნილება არ არის? თევზი მისი ქმნილება არ არის? ფრინველი მისი ქმნილება არ არის? უშუალოდ იღებს მონაწილეობას ადამიანის შექმნაში ღმერთი ფიზიკურად და თავის საკუთარი სულია ჩადებული ადამიანში.
აი რით განსხვავდება ადამიანი დანარჩენი ქმნილებისაგან. აი რატომა განსაკუთრებული ადამიანი, აი რატომ არის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანის მიმართ. იმიტომ რომ პავლე მოციქული სწორად ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ ანგელოზებზე მაღლა დაგვაყენა. მიუხედავად იმისა, რომ სუსტები ვართ, უძლურები ვართ, ანგელოზები ჩვენზე ძლიერები არიან, მოხერხებულები, ჭკვიანები, ბრძენები და რა ვიცი მე, კინაღამ ძალიან ბევრი ძლიერი თვისებებით არიან შემკობილნი. მაგრამ ანგელოზებზე მაღლა გაყენებს შემოქმედი ღმერთი. ეს დიდი წყალობა, დიდი მადლია. ჩვენ გვეუბნება წმინდა წერილში, აგერ ლუკას სახარებაში, როდესაც ნაზარეთში იესო გამოვიდა 30 წლის ასაკში სინაგოგაში და წაიკითხა ესაიას სიტყვები, სადაც ასეთი რამ წერია, რომ უფლისული ჩემზეა, მამცო გლახაკთა სახარებლად, გულშემოსულთა განსაკურნებლად, თქვენთათვის გორკილების სასახსნელად და იქ ბოლო არის ძალიან მაგარი ციტატა დაფიქსირებული. რა ციტატა არის, იცით? უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად. იმ დიდი სურვილის ასრულება სურს უფალს ჩვენთვის, რომ ასე ძალიან გვინდა მისი ხილვა. მაგრამ ღმერთს არ შეუძლია, რომ აი ამ მდგომარეობაში მყოფმა გვაჩვენოს თავისი დიდება. იმიტომ რომ მოკვდებით. იმიტომ რომ გავნადგურდებით. დავიწვევით, დავიფერფლებთ, არ ვიცი რა მოგვივა, ვერ გეტყვი ხლა. ამაზე ვეღარ ვიფანტაზიორებ, მაგრამ უფალმა თქვა, ვერ გავუძლებთ. ის კი არა და რო ვიძახით ხოლმე, რომ წმინდა ანგელოზები. აბა წაიკითხეთ, რას ამბობს წინასწარმეტყველი, რომელმაც იხილა უფლის დიდება. ვაიმე, დავიღუპე. ასე სიტყვებია. ჩემმა თვალებმა საბაოთ უფალის დიდება იხილა. ეხლა კი დავიღუპე. და ანგელოზებზე წერია, რომ დაფრინავდნენ ანგელოზები მათ გარშემო 6 ფთა ჰქონდათ, 2 სახეს იფარავდნენ, 2 ფეხებსო და 2 დაფრინავდნენ 6 ფრთიანი ანგელოზები, რომლებიც იძახდნენ, რომლებიც უფლის დიდებას ვერ უძლებდნენ, თვით წმინდა ანგელოზები, რომლებიც უფლის სამსახურში არიან და რომელიც იქ ტრიალებენ, ისინიც კი ვერ უყურებენ უფლის დიდებას და ახლა ჩვენ ცოდვილი ადამიანები მის დიდებას გაუძლებთ. იქაც წერია, რომ არ მოკვდებით ზეკაცისა და როდესაც ხდება აი ამ წინასწარმეტყველის გაწმენდა, მერე იწყება უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დგება. სანამ კაცობრიობა ღმერთი არ მიიყვანს შესაბამის მდგომარეობამდე და არ გამოსწორდება ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის, ვიდრე ეს ჩატეხილი ხიდი არ აღდგება და თუმცა აღდგენილია უკვე 2000 წელია და ეს იესო ქრისტეს მეშვეობითაა მომხდარი, რომ იმიტომ რომ 2000 წელია უფლის შეწყალების წელია გამოცხადებული, რათა ის დიდი სურვილია ჩვენ გვინდა, რომ ღმერთთან მშვიდობა აღვადგინოთ. არაერთხელ გაჟღერდა უშინაც ეს ციტატა აქ, როდესაც პეტრე მოციქული ამბობს, არ აყოლებს უფალი მოსვლას, არამედ სულგრძელია ყველასადმი. არამედ მას სურს, რომ არავინ დაიოდოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად, რათა გადარჩეს. გესმით, თურმე მონანიება, ჩვენი რწმენა, ჩვენი პირადი ცხოვრების შეცვლა ღმერთის სახელის სადიდებლად ხდება გარანტი, რომ ჩვენ უფლის შვილობა მოვიპოვოთ. რომ ღმერთმა გითხრას, მოდით ჩემთან და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განკუთვნილი სასუფეველით სათან. თორე სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით. ესეც ღმერთის მადლი და წყალობა არის. მაგრამ ჩვენ ალბათ ისევ დავეძებთ ღმერთს. მაინც გვინდა რომ ხილული ღმერთი დავიღოთ. ერთხელ ერთ-ერთმა მოციქულმა უთხრა, გვაჩვენე უფალო, მამა და ჩვენთვის საკმარისია. იესო უთხრა, თო, ამბები ხანია თქვენთან. 3 წელიწად ნახევარია ფაქტიურად ყოველ დღე დილით და დაღამებამდე, რა ვიცი, ერთად ეძინას, ერთად ჩამ შენთან თქვენთანო და ნუ თუ ვერ მიცნო, ვინც მე მიხილა, მამა იხილა, როგორ ამბობ მამა მაჩვენეო? ბოდიში ფილიპე მოთხრა. მაგრამ თომამ
გახსოვთ მკვდრეთის აღდგომის შემდგომ რო თქვა მე ვერ ვიწამებ სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ მის მკვდრეთის აღდგომას და სწორედ იქ გაჟღერდა ის თემა რომელიც ასე ძალიან არ სურს რომ რა ვიცი სატანას და მის ეგრეთ წოდებულ თვალთმაქცურ ზოგ სწავლებებს რომ ადამიანებს უთხრას რომ ქრისტე ღმერთი არ იყო რათა ჩვენი სურვილი ასრულდეს რომ იესო ჩვენ ღმერთის სახით მოგვევლინო ახსოვთ რა უთხრა მოდი თომა ჩაყავი ჩემს ჭრილობებში ხელი ჩემს ფერჩი უწუნა კი არა მოწუნა იყო თომა შეძახილი რა იყო დაემხო მუხლებზე და შეძახა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი იქ რომ იესოს არ ყოფილიყო ის რაც თომამ თქვა ეს ეთყოდა თომა დაწყნადი დამშვიდი ეს მე არა ვარ ღმერთი აი მე ზეცაში მას უნდა თაყვანი ემსახური იმიტომ რომ გამოცხადების ტექსტში მსგავს სიტუაციას ვაწყდები თողოთ იქ თომა აღარ არის იქ არის იოანე სახარების ავტორი გამოცხადების ავტორი იესოს ყველაზე ასაკით პატარა მოწაფე რომელიც თავისი სიკვდილით ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა როდესაც ღმერთმა აჩვენა მომავალში რა უნდა მოხდეს სამყაროს განადგურება ეკლესიის აყვანა და ერთი სიტყვით ყველაფერი ის განკითხვა და სასამართლო რა იქნება და როგორ იქნება და იოანე ამბობს რომ როცა ყველაფერი ეს მაჩვენა დავემხე მუხლებზე რათა თაყვანი მეცა იმ დიდებულისთვის რომელმაც ეს მაჩვენა მან წამომაყენა და მითხრა მე არა უფალს ეცი თაყვანი მე არა მე შენი თანამსახური ვარ ღმერთის ამ უდიდესმა ანგელოზმა მოუთხრა მე არ ვცე თაყვანი იმიტომ რომ მე ღმერთი არა ვარ ეცი თაყვანის თურმე ღმერთი ჩვენ შორის დედამიწაზე დადიოდა რა თქმა უნდა ჩვენ თამის თანა მომსწრეები არა ვართ ფიზიკურად საკუთარი თვალით არ გვინახია მაგრამ იესომ თქვა ნეტარნი არიან ისინი ვისაც არ უხილავ ჩემი სახე და სწავლთ პაოლე მოციქულსაც ეჭვი ეპარებოდა რომ იესო იყო განკაცებული ღმერთი ემაუსის გზაზე მიმავალი რომელიც აღძრული იყო რომ თუ ამ გზაზე ქრისტიანულ გზაზე მდგომ ვინმეს ნახავდა შეეპყრო და თუ არ დაემორჩილებოდა რომც მოეკლა არც რომის სამართალი გაასამართლებდა და არც მაშინდელი იუდაისტური სამართალი იმიტომ რომ ერთ-ერთ ვიღაცა სექტანტს მოკლავდა რომელიც უნდა მოშორებულიყო იქიდან მაშინ ზეციდან იყო ხმა როდესაც ნათება იხილა პაოლემ ვინ ხარ შენ უკვე მე ვარ იესო რომელსაც შენ ზდევნი გაგიჭირდება დეზის დაწიხვა რა გავაკეთო უფალო იყო მაშინ როგორ მოვიცი შედი ქალაქში და იქ მოგახსენებე როგორც და რამე პაოლე იესოს ეძახის უკვე უფალო იცი რა არის სიტყვა უფალო ბატონო ზეციურო ღმერთო მოდი ასე ვთქვა სიტყვა ეს უფალი ეს ტერმინი და ეს ყოველივე ეკუთვნის თავად უფალ ღმერთს შემოქმედ ღმერთს იმიტომ რომ იესო უთხრა თავის მოწაფეებს თქვენ მიწოდებთ მოძღვარს და უფალს ვინაიდან ვარ კიდეც ეს მეტყვი მოძღვარს მეძახით ვარ უფალს მეძახით ვარ ღმერთი გამოჩნდა ხორცში ეს არის საუბარი რა თქმა უნდა იგივე იესოზე რომელსაც ჩვენ სახარებიდან ვისწავლ იმიტომ რომ ამ ნუ ეხლა აღარ მინდა ისტორიული არაქრისტიანული ქრისტიანებისა და არამორწმუნე ადამიანების ჩანაწერები და ისტორიული მტკიცებულებები რაც იესოს შესახებ გვიმტკიცებენ მათ შესახებ რა მე უფრო და მეტი ვისაუბრო მაგრამ მე ჯერ არ გვეპარება რომ თუნდაც ეს ბიბლიური ეს მტკიცებულებანი სრულიად საკმარისია რომ ადამიანები დარწმუნდნენ იმაში რომ ბიბლია არ იტყუება იმიტომ რომ იესო ჩვენ არა მარტო ღმერთის სახით ვხედავთ ამ ბიბლიაში როგორც ისტორიული ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა რომელსაც ამდენი მტკიცებულება რაც მას გააჩნია რომ ის არსებობდა დედამიწაზე რომ ის მოღვაწეობდა და მის შესახებ ჩანაწერები ამდენი ისტორიულ სხვა ეგრეთ წოდებულ ისტორიულ გმირს არ გააჩნია
იესოს ღმერთობაზე თან დაკავშირებით იოანეს უამრავი განმარტება აქვს, რომ იგი ღმერთია. ვის უნდა მივაკითხოთ ამ საკითხის სრულად გაგებაზე, რომ ღმერთის შესახებ მივიღოთ უტყუარი ინფორმაცია იმას, ვისაც იგი უნახია. იოანეც წერს, რომ გადმოგცემთ ძმებო იმ ჭეშმარიტებას, რა ჩვენს თვალებს ნანახი აქვს, რა ჩვენს ყურებს გაუვიდა, რა ჩვენს ხელებს მოუსინჯავს. გესმით? იოანე წერს ამას, ამ ყველაფერს გიყვებით, იმიტომ რომ ჩვენ შორის იყო ეს პიროვნება. მართლაც რა საოცრება არის, უბრალოდ დააკვირდით, რომ არა ღმერთი თელ სამყაროში იქნებოდა ქაოსი. პლანეტების თავისი ღერძის გარშემო ტრიალებს, დედამიწა თავის ღერძის გარშემო, ეს მზის გარშემო მიდის წლიური რაღაცა ციკლები არის, ყველაფერი და აი აქ დედამიწის იმაში აგერ დაბადების წიგნში პირველსავე ფურცლებზე აშკარად დაინახავთ დაახლოებით მსგავს რაღაცებს, რასაც უფრო მეტი ინფორმაციის სახით თანამედროვე მეცნიერება გვამცნობს ხოლმე. სადა დედამიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები არ გადაივლიან, თქვა იესო ქრისტემ. აი ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ღმერთ შეუძლია რომ გითხრას. იმიტომ რომ სადა დედამიწაზე დიდი არის თავად ღმერთი. ყველა ქმნილებაზე დიდი არის ღმერთი, ანგელოზებზე დიდი არის ღმერთი. მაგრამ შეიძლება ვიღაცამ თქვა ასე ღმერთი ვიღამ შექმნა. ვეუბნება, ღმერთი არავის შეუქმნია, ღმერთი თავად ქმნის. ხოლო და მხოლოდ ჩვენ ეს პასუხი გვაქვს ჩვენ წმინდა წერილებიდან. დადგება დრო. ყველა წარდგება მის წინაშე. ყველას მოუწევს ინდივიდუალურად ანგარიში ჩაბარება ღმერთთან. აი მერე გაიგებს, ღმერთი როგორია. ის ვინც აქვე შეიმეცნებს, ეძებეთ ღმერთი ვიდრე შეიძლება მისი პოვნა და თუ იპოვი და ხსნისთვის და გადარჩენისთვის მას გამოიყენე, მაშინ შენ უხალი იქ შეხვდება როგორც მოყვარე და როგორც შენი ხსნელი და გადარჩენი უხალი. ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ძალიან ცუდი რამე უნდა გითხრათ. ცეცხლოვანი ტბა, საუკუნო სატანჯველი, რომელიც გამზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ ისინი, ვინც ავტომატურად ამ წუთი სოფლის გულისწყნებს არიან აყოლილნი, სატანის მახეში არიან გამულნი და მათ არ სურთ არაფრის შეცვლა და ღმერთის დიდებაზე უარს ამბობენ და დღევანდელი ცხოვრები ცხოვრობენ, სამწუხაროდ ავტომატურად ისინიც იქ აღმოჩნდებიან. იმიტომ რომ ბიბლია ამბობს, რომ საშინელება ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდა. ვერავინ ვერ დაახსებს იქიდან თავს. თუ ვერავინ წამოიმართება ღმერთის სასამართლოს წინაშე. თუ ადამიანი ცოდვაში დარჩა, თუ არ გამოსწორდა, თუ ღვთისმოსაწონი არ გახდა. სანამ შერიგების, სანამ ღმერთთან მშვიდობის დამყარების შანსი გვაქვს ხალხო, ეს შანსი არ გავუშვათ. განსაკუთრებით ხოლმე ახალგაზრდებს უჭირთ ხოლმე ამ ნაბიჯის გადადგმა. აი მოხუცდები და აი მერე ესა და მერე. მერეზე ვერ გეტყვით რომ მოდი მერე გადავდოთ. ან ხვალე გადავდოთ. ვერ გეტყვით ახლა. დილას ჩვენმა ძმამ გურიმ რაღაც ერთი სამწუხარო ისტორია მოყვა. ვიღაც მოჭიდავეზე, რომელმაც გაუშვა შანსი და მერე მამამისი აკვეწებოდა რატომ არ დააცალე. რატომ არ იხმარე ზეწოლა, რატომ არ განახორციელე, რომ იქნება ცოცხალი ყოფილიყო. მერე უკვე გვიანია. გერმანიაში მე-16 საუკუნეში ქალაქ ჰამბურგში მოხდა დიდი ხანძარი. ნახევარზე მეტი ქალაქი გადაიწვა. ძალიან ბევრი ადამიანი დაიმოცა. მაგრამ ამას წინუსრებდა ერთი ლამაზი საღამო. იმ საღამოს გამოვიდა ეკლესიის ხუცესი, ეკლესიის წევრებს, ახლებს, რა თქმა უნდა, უსურვა მშვიდობიანი ღამე
მაგრამ იქ იყვნენ ძალიან ბევრი ურწმუნოები, რომლებსაც უთხრათ, რომ აბა დაფიქრდით და მომავალ კვირას რომ მოხვათ, იქნებ მოინანიოთ და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. მომავალი კვირა ამ ქალაქის უმეტესობას აღარ გაუჩნდა. და სწორედ აი ეს პიროვნება ხუცესი ნალობდა სწორედ იმ დღეს. ნეტა მომავალი კვირისთვის არ გადამეტო. არ მინდა რომ ხვალინდელი დღესთვის გადავდო, იქნებ თქვენ შორის ისმის სურს, რომ დღესვე, ამ წუთსვე, თუ თქვენ სულ შეეხო უფლის სიტყვა და თუ თქვენ დაიჯერეთ, რომ არსებობს ჭეშმარიტად შემოქმედი ღმერთი, ამ წუთში ჩააბაროთ უფალს თავი. ჩვენ შეგეშველებით, როგორ და რანაირად გააკეთოთ ეს. რა ვიცით? ერთ კვირაზე არ ვლაპარაკ, ხვალინდელი დილა, აქ ვინც ვართ? თენდება ჩვენთვის? არ ვიცი, ვერ გეტყვით. დაფიქრდით. ღმერთმა მოგცეთ ძალა, ვისაც ამაში გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება. უფალმა დაგლოცვა და გაგვთქვით. ამინ. მადლობა ყველას.